ისმენთ? ანუ თქვენ თქვით რომ ყველანი დაიზეპირეს რაღაცა ნაწილი ყურანისგან და ყველანი დაიზეპირა ორიგინალ ენაზე? დიახ, ეგრეა. და არის თუ არა ძნელი რომ მაგალითად მოგინდება გაგება რაც ერია ყურანში. ძალიან კაშ შეგითხრა, კარგი. ეხლა მე მინდა რომ მივცე შანსი რომ ჩვენი პატარა გოგო, ჩემი ბავშვი არ არის, ჩემი მეგობრის ბავშვია. მას შეუძლია ძალიან ლამაზი რაღაც გააკეთოს, წაიკითხოს ყურანი. არ ვიცი, ადრე თქვენ მოგისმენიათ ყურანის კითხვა თუ არა. მინდა რომ მოусმინოთ, როგორი იკითხება ყურანი. მზად ხარ ჯანნა? კი, კარგი. ეხლა მან წაიკითხავს ყურანიდან 33 თავს. მიდი. أعوذ بالله من الشيطان الرجيم وقرن في بيوتكن ولا تبرجن تبرج الجاهلية الأولى وأقمنا الصلاة وآتينا الزكاة وأطعنا الله ورسوله إنما يريد الله ليذهب عنكم الرجس أهل البيت ويطهركم تطهيرا واذكرن ما يتلى في بيوتكن من آيات الله والحكمة إن الله كان لطيفا خبيرا إن المسلمين والمسلمات والمؤمنين والمؤمنات والقانتين والقانتات والصادقين والصادقات والصابرين والصابرات والخاشعين والخاشعات والمتصدقين والمتصدقات والصائمين والصائمات والحافظين فروجهم والحافظات والذاكرين الله كثيرا والذاكرات أعد الله لهم مغفرة وأجرا عظيما. Okay, mashallah. Thank you. Mashallah, jazakallah khair. მადლობა, შეგიძლია მამას დაუბრუნდე. ანუ ფრიან ჯამში რომ თქვათ, ეხლა წაიკითხა რამოდენიმე ლექსი ყურანიდან, რომელიც ლაპარაკობდა შუამავალი ცოლებზე. ალლაჰის მშვიდობა და სალამი იყოს მასზე. რომელიც ლაპარაკობდა მორალზე, რომ უნდა გეშინოდეს ღმერთის და რომ ახლოს იყო ღმერთთან. ანუ ისლამში ყურანის დაზეპირება მთლიანი ყურანის ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი დღე მუსლიმის ცხოვრებაში. ანუ ჩვენ მუსლიმები ლოცულობთ დღეში 5 ჯერ და მგონია თქვენ უკვე გაგიგიათ. და ყოველდღიურ ლოცვებში ჩვენ ვკითხულობთ ყურანს. ამიტომ სათითაოდ ყველა მუსლიმი რაღაც ნაწილი აქვს დამასწორებული ყურანიდან. დღეს უამრავი ბავშვები არიან, მილიონობით ბავშვები არიან დედამიწაზე დღეს. ზოგიერთი ბრმა, მაგრამ დაიზეპირეს მთლიანი ყურანი. 600 გვერდი, 6000 ლექსი ყურანიდან. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. მე მაგას ყოველთვის ვეუბნები ხალხს. მაგრამ დღეს მქონდა საშუალება რომ დემონსტრაცია გამეკეთებინა. არა უბრალოდ მე ვიძახი, არამედ თქვენ თვითონაც ახლა მოусმინეთ. როგორ არის ყურანის კითხვა და დაზეპირება? ისი რას გიტყვით, ეს კითხვა ყურანის სინამდვილეში ძალიან ლამაზი იყო. ანუ თქვენ უსაკითხულობთ, თქვენ მღერი ხართ თუ ეს იმის გამო რომ თვითონ ენა არის ლამაზი. კარგით, ძალიან კარგი შეკითხვა, ძალიან ლამაზი შეკითხვა. არის წესი, რომელსაც ქვია დაჯვიდ. დაჯვიდი არის წესები კითხვის, რომელსაც ვიყენებთ იმ დროს, როცა ვკითხულობთ ყურანს. არ ვიტყოდი რომ არის სიმღერა, მაგრამ ეს არის ახლო რა შეიძლება თქვა ინგლისურ ენაზე. ანუ თითქოს მელოდიას გავს. ყურანი მთლიან ჯამში თითქოს არის რაღაც მელოდია. მაგრამ არის წესი, როცა კითხულობ. როგორ წაიკითხო ყურანი? მაგალითად არის წესი, რომელსაც ქვია მად. ეს არის როცა ასობგერას აგზელებ. იმის მაგათ რომ თქვა ა, იძახი ა. და ეს წესი არის ზოგიერთ ასობგერებში. და ეს კონკრეტული წესები არის უნიკალური ყურანისთვის. როცა უბრალოდ არაბულად ლაპარაკობ, მაგ წესებს არ იყენებ. მაგრამ უნიკალურია ყურანისთვის. მაგრამ შეიძლება გაიგო თითქოს არის რაღაცა მელოდია. როცა გესმის ყურანი, და მაგით გზნობ რაღაცა არის მელოდია. იმიტომ რომ არის ეგეთი წესები, რომელსაც ქვია დაჯვიდ.